სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსნად. ყველას გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. დღევანდელ დღეს იესო ქრისტე ელეონის ანუ ზეთისხილის წინან ამაღლდა ზეცად და დატოვა თავისი მოწაფეები. და მიუხედავად ამისა, მოწაფეები გახარებულები დაბრუნდნენ იერუსალიმში. 40 დღე აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ყოველდღე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს. ჯვარცმისას და აღდგომისას მათ დიდი ნებათა ღელვა გამოიარეს მოწაფეებმა, თავიდან ძალიან შეეშინდათ, მერე ძალიან გაუხარდათ, როდესაც წრეწით ამგვარი ქრისტე ნახეს და ამის შემდეგ იესო მათთან ყოველდღე მოდიოდა და ეხლა აი ამ დღეს მე-40 დღეს წინასწარ უთხრა რომ თქვენ დაგტოვებთ და ამაღლდა ზეცად და მოწაფეებს ეს ძალიან გაუხარდა. წერია პირდაპირ სახარებაში რომ ძალიან გამხიარულებულები დაბრუნდნენ იერუსალიმში. და ის შეკითხვა ისმის რომ რა უხარდათ მოწაფეებს. რატო უხარდათ იესო ქრისტეს ამაღლება? ის ხომ მათთან აღარ იქნებოდა. უკვე ნათქვამი ჰქონდა იესოს და იცოდნენ რომ შემდეგი შეხვედრა იესოსთან, როდესაც იესოს ესე ხილულად დახავდა მათ შორის, იქნებოდა მხოლოდ მეორედ მოსვლის შემდეგ. მანამდე იესო ქრისტე მათთან, ყოველ შემთხვევაში მოციქულების წარმოდგენაში არ იქნებოდა. რა უხარდათ მოწაფეებს? ამ შეკითხვაზე პასუხი არის ამაღლების ტროპარში, რომელსაც ჩვენ დღეს მრავალგზის წავიკითხეთ. ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო ჩვენო და მხიარულ ყვენ მოწაფენი აღთქმით ამის სულისა წმინდისათა. გაამხიარულა მოწაფეები რითი და იმითი რომ აღთქვა სული წმინდის გარდამოსვლა. აღთქვა რომ იესო ამაღლდა ზეცად, მაგრამ ისინი მალე იხილავენ ზეციდან გარდამოსულ სული წმინდა ღმერთს, რომელიც უკვე აღარასოდეს მათ აღარ განიშორება. ეს არის მათი მხიარულების მიზეზი. სული წმინდის გარდამოვიდა. როგორ მოხდებოდა ეს? არავინ არ იცოდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ იესომ უთხრა, რომ იერუსალიმს არ განიშორებთ. ჩადით იერუსალიმში და დაიცადეთ. ზუსტად დღეც არ უთქვას. რამდენ ხანში იქნებოდა. მათ უნდა დაეცადათ. იერუსალიმში, რომ ეს მგეშინის მცემელი, ეს სული წმინდა რაღაცნაირი სახით და მე ხა ჩვენ კი ვიცით როგორ მოხდა ეს ცეცხლის ენების სახით რომ დაადგა მათ, მაგრამ მოციქულებმა ეს ჯერ არ იციან. მიუხედავად ამისა, მათ ძალიან მხარდათ. და მე არ შემიძლია რომ არ ვისარგებლო ხა შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენი პატრიარქის შესახებ არ მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა. საქმე ის არის რომ დიდი მარხვის პერიოდში ჩვენი პატრიარქი აღესრულა, გარდაიცვალა, რა ძალიან მძიმე იყო მთელი ქვეყნისთვის, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთოდ სამყაროსთვის, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი მსოფლიო მართლმადიდებლობის იმედი იყო და არის დღესაც. და გარდაიცვალა და ძალიან მძიმე იყო ეს განსაცდელი, განცდა იმისა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა, არ ვფიქრობდით ამაზე. არ გვეგონა რომ ესე მოხდებოდა ესეც რაღაც, მიუხედავად ამისა იგი გარდაიცვალა და აი უკვე ჩვენ ეკლესიას ახალი პატრიარქი ყავს, გამოვირჩიეთ ჩვენ ისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მიუხედავად ამისა ჩვენი ფიქრები მაინც არ შეუდება ჩვენს პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს. და მინდა გითხრათ, რომ გარკვეული მის გარდაცვალებას, რა თქმა უნდა, დიდი სევდა, მაგრამ გარკვეული დიდი სიხარული ახლავს. დიდი სიხარული ახლავს, იმიტომ რომ პატრიარქი ყველაფერს ისე აკეთებდა, ყველაფერს თავის ცხოვრება მან გაატარა სახარების შესაბამისად და ის სახარებაში, როდესაც წერია ესეთი რამ, რომ იესო ამაღლდა და მოწაფეებს შეპირდა სული წმინდის გარდამოვლინებას, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ქვეცნობიერად ამას ვეუბნებით. რა უნდა მოხდეს შემდეგი?
რა უნდა მოხდეს ჩვენ პატრიარქთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, რომ მან ძალიან დიდი სიხარული დაგვიტოვა ის, რომ ჩვენ რასაც აქამდე არ ვფიქრობდით, ჩვენ ახლა ვფიქრობთ იმაზე, რა მემკვიდრეობა დატოვა პატრიარქმა. ჩვენმა პატრიარქმა დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, ძალიან დიდი მთელი ქვეყანა, მრავალი წელი, რომ არ ყვებდეს, აი რა დაგვიტოვა, რა მადლი დატოვა პატრიარქმა, აი მადლმა გაამხიარება მოწაფეები, აი ეს მადლი ჩვენ რო ის გამივიღოთ და გავაცნობიეროთ, ამას წლები დაჭირდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ველოდებით რაღაცა დადასტურებას. და მე ღრმად მწამს, რომ არამრავალი დღე გაივლის, არამრავალი დღე და ჩვენს პატრიარქთან კიდევ ერთხელ გავიხარებთ. ჩვენ დიდი მრავალი წელი ვკითხულობდით ფსალმოს, განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი და აი ეს სიჭაბუკე აუცილებლად განახდება პატრიარქის. მე ხა თქვენ იგაურად გელაპარაკებით, რა თქმა უნდა, პირდაპირ იმასაც კი ვერ გეტყვით, რა ფიქრები მაქვს თავში, როგორ მოხდება, მით უმეტეს არავინ არ იცის, როგორც არავინ იცოდა, როგორ რა ნუგეშს გამოუგზავნიდა იესო ქრისტე თავის მორწმუნეებს, თავის მოწაფეებს. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ პატრიარქი არ მიგვატოვებს და გამოგვიგზავნის ნუგეშინის ცემას. ვანუგეშებს აუცილებლად და ჩვენ ველოდებით ჩვენი პატრიარქისაგან აი ამ ნუგეშინის ცემას ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.